მივესალმები მაყურებელს. დღეს საუბრობთ გორზე, არა მთლიანად მუნიციპალიტეტზე, გორის, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ძალიან დიდი დრო დაგჭირდებოდა ამას ასაუბროთ, უშუალოდ მხოლოდ ქალაქ გორზე. და აი პირველი როგორც თქვენ აღნიშნეთ, რაც გვახსენდება გორთან ეს არის სტალინი და ვაშლი კიდე. სტალინი და ვაშლი. მე მოგეხსენებათ ვარ ჩინურენოვანი გიდი და თითქმის არა გამონაკლისის გარეშე ყველა პროგრამაში შედის სტალინის მუზეუმი. მაგალითად მე ახლა მასპინძლობ ჯგუფს შანხაიდან, ეს არის შანხაის უნივერსიტეტიდან, პროფესორთა ჯგუფია და პროგრამაში შედის არა მარტო სტალინის მუზეუმი გორში, არამედ ავლაბრის სტამბა თბილისში, არალეგალური სტამბა, რომელსაც მართალია კავშირი არ აქვს სტალინთან, მაგრამ მოგვიანებით ის დაუკავშირეს სტალინს. ეს მათი სურვილია, რომ ეს მიმართულებები გქონდეთ, ხო? ეს არის მათი სურვილი. და ამ მომენტში ერთი გარემოება გამოიკვეთა, რაც აუცილებლად მინდა გაგიზიაროთ, რის გამოც გადავწყვიტეთ დღეს გვეჩვენებინა სხვა გორი. ანუ როგორც თქვენ აღნიშნეთ, სტალინის ჭრდილს მიღმა არსებული გორი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მაქვს, მე მიყვარს ციფრები, რიცხვეთი მონაცემები, ძალიან ბევრ ამას ამბობს. 2024 წლის მონაცემებით ზოგადად ქვეყანაში სრულად გვაქვს 261 მუზეუმი. ამ პატარა ქვეყნისთვის არ არის ცოტა 261 მუზეუმი და მთლიანობაში დამთვალიერებლების რაოდენობა 2024 წელს შეადგენდა 1,912,000. თითქმის 2 მილიონმა ადამიანმა მოინახულა ჩვენი მუზეუმები 2024 წელს. რაც შეეხება სტალინის მუზეუმს, სტალინის მუზეუმი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად მუზეუმად, აი თქვენ რო ნახოთ, ჩვენ რიგში ვდგავართ ზოგჯერ იმისათვის, რომ შევიდეთ ამ მუზეუმში. იმდენად ასე იყო დღეს თუ ახლა არის გამოგონილი. ვინაიდან მე ვმუშაობ კონკრეტულ სეგმენტზე, მე ვხედავ ძალიან დიდ ინტერესს ამ მუზეუმის. მომატებული ინტერესი, ანუ კი, რა თქმა უნდა. მაგალითად არის პროგრამასაც ეროვნული მუზეუმის თქვა სხვა არაფერი არ არის ჩასმული, მაგრამ არის თქვა ავლაბრის სტამბა და ორი ობიექტი არის სტალინთან დაკავშირებული ჩასმული. ანუ ესეც არის რაღაცა ალბათ ქართულმა კომპანიებმა სხვა რამე უნდა შევთავაზოთ ამ უცხოელებს. ალბათ რაღაცა კარგი იქნება თუ შეიძლება. ეხლა რაც შეეხება სტალინის მუზეუმს 2024 წელს ამ პატარა მუზეუმმა უმასპინძლა 200,000 დამთვალიერებელს. ეს არ არის ცოტა მთლიანად გამოდის აი 10% საერთო აი ამ მუზეუმის მთელი წილი არის 10%. და სტალინის მუზეუმი სხვათა შორის ძალიან მოწესრიგებულად აწარმოებს იმ ქვეყნების სიას, თქვათ რომელი ქვეყნიდან ჩამოდიან ძირითადად. ნუ პირველ ადგილზე რა თქმა უნდა არის ჩინეთი, ირანი არის მეორე ადგილზე და მესამეზე მოდის რუსეთი. ეს არის სამეული რომელიც ვიზიტორები საიდანაც არის. რა უცნაური დამთხევა. კი ბატონო. დელზა, თქვენი შეშფოთება გამოიწვია ქართველმა ვიზიტორებმა და სკოლებმა. კი, აი ახლა ზუსტად ამიტომაც გადაწყვიტა გუშინ წინ ვიყავით ჩვენ სტალინის მუზეუმში ჩემ სტუმრებთან ერთად და ეს იყო აი თვალშისაცემი იყო სკოლების ანშლაგი, ანუ სკოლების უპრეცედენტო რაოდენობა იყო ჯგუფების, ანუ პრაქტიკულად ვიდექით რიგში. სკოლები იყო არა ადგილობრივი, მაგალითად გორის სკოლები და თბილისიდან ჩამოყვანილი ჯგუფები იყვნენ, უფროს კლასელები, ერთი ჯგუფი შემხვდა მეოთხე კლასელების. ეხლა მეოთხე კლასელების სასკოლო პროგრამაში არაფრით არ შევა სტალინის მუზეუმი, ხო? ნუ ვიღაცამ კონკრეტულად გადაწყვიტა, რომ ამ მუზეუმში დაეგეგმოდა. ძალიან დავინტერესდი, მაგალითად, გიდი რას მოუყვებოდა მეოთხე კლასელს ბავშვებს სტალინის შესახებ. ან იქ არსებული მასალით, ეხლა მე ხო ვიცი რა ექსპონატები აი გამოფენილი, იქ არსებული მასალით, აი რა ინფორმაციას მიაწვდიდა სტალინის შესახებ მეოთხე კლასელებს და რა თქმა უნდა მე ხა ჩემს სტუმრებთან ერთად ვიყავი და არ მქონდა დრო რომ გავჩერებულიყავი და მომესმინა გიდისთვის, მაგრამ გზადაგზა აი მშობლებს, პედაგოგებს ანუ ვეკითხებოდი რატომ გადაწყვიტეს ბავშვების წამოყვანა სტალინის მუზეუმში და ერთ-ერთი პასუხი იყო რაც გახდა აი ინსპირაცია რომ მომემზადებინა დღევანდელი თემა, სხვა რა ვნახოთ გორშიო, ესე იგი მიდიოდნენ უფლისციხეში და უნდათ გორში რაღაცა ენახათ და გადაწყვიტეს რომ სტალინის მუზეუმის გარდა გორში სხვა არაფერია სანახავი. ამიტომაც ანუ ჩვენ არ სხვა სკოლებიც ასე ფიქრობენ მათთვის.
სკოლების რაოდენობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, დიდ ნაწილს რჩება ის განცდა, რომ გორი მხოლოდ სტალინის მუზეუმია და ამ დროს ეს არის ბრწყინვალე ქალაქი, რომლის შესახებაც აი რა კარგია, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება მოუყვეთ ჩვენს მაყურებლებს და ისეთ შესავალი გააკეთეთ. კარგად მოკალათდით ყველა ძალიან სტალინის მუზეუმის მიღმა რა ვნახოთ გორში. აი მაგალითად პირველი გორთან დაკავშირებით საერთოდ რაც შეეხება ეს არის უძველესი ქალაქი ძალიან მდიდარი არქეოლოგიური მასალით მაგალითად 1946 წელს ნიაღვარმა ასე ვთქვათ ჩამორეცხა რაღაცა ჩრდილოეთი ნაწილი აი ამ გორის და აღმოჩნდა ანტიკური ხანის ნამოსახლარი ანტიკური პერიოდის ქალაქად შეიძლება ჩაითვალოს სადაც აი სხვადასხვა არქეოლოგიური მასალა იქნა ნაპოვნი მაგალითად ალიზის კედელი იქნა ნაპოვნი სამარხები სადაც იყო უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი ისე ჭურჭელი იარაღი და სხვა უამრავი რამ რაც მიუთითებს აი ანტიკურ პერიოდში ამ ტერიტორიაზე ქალაქის არსებობის შესახებ და მთელი ეს ექსპონატები არის გამოფენილი მუზეუმში და ამ მუზეუმის შესახებ ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. თვითონ გორი როგორც ასეთი მოხსენიებულია მე-7 საუკუნის ამბების აღწერისას, ანუ ზოგი ამბობს, რომ მე-7 საუკუნის წყაროებშია, მაგრამ ესეთი წყარო ჩვენ არა გვაქვს. უბრალოდ ჟამთა აღწერელი, როდესაც ყვება მე-7 საუკუნის ამბებს, აი მან იხსენიებს აი ამ გორის, ქალაქ გორს. ანუ საკმაოდ ისეთი ისტორია აქვს ამ ქალაქს და თვითონ აი რაც შეეხება ქალაქად ის იქცა 1801 წელს, როდესაც უკვე მოხდა რუსეთის გუბერნიად ჩვენი ეტაპობრივად ჩვენი ქვეყნის გახდომა ალექსანდრე პირველის მანიფესტით ვიცით რომ 1801 წელს გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო და 1801 წელსვე გორი იქცა სამაზრო ქალაქად, ანუ გორის მაზრა, ძალიან ცნობილი ამბავი იყო. 1876 წელს გორს მიეცა გახდა თვითმმართველი ქალაქი, ანუ მას შეეძლო თავისი თვითმმართველობის არჩევა და ეს არის პერიოდი, როდესაც გორში იხსნება სასწავლებლები. ესე იგი, გორი ხდება ერთ-ერთი საგანმანათლებლო კერა. სწორედ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. მე-19 საუკუნის დასაწყისიდანაც, მაგალითად, აი რამდენიმე წელს ჩავხედავ, რომ არ შემეშალოს, მაგალითად, იხსნება აი სასულიერო სემინარიამდე ცოტა მერე ვისაუბრებ, სასულიერო სამაზროს ასე საოსტატო სემინარია. საოსტატო სემინარია იყო სასწავლებელი პედაგოგებისთვის. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი ეს საოსტატო სემინარია, რომელიც ამზადებდა პედაგოგებს. ეხლა საინტერესო რა გვაქვს? სწავლება მიდიოდა რუსულად ამ საოსტატო სემინარიაში და კი ასწავლიდნენ ცალკე საგნად ქართულ ენას, მაგრამ მთლიანობაში სწავლება იყო რუსული და ილია ჭავჭავაძეს აქვს გამოდაწერილი კრიტიკული წერილი ვიცინოთ თუ ვიტიროთ, ესე ქვია და სადაც ის აპროტესტებს აი ამ საოსტატო სემინარიაში, ანუ იმ ადგილას, სადაც ხდება პედაგოგების მომზადება ადამიანების, რომლებმაც სხვებს უნდა ასწავლონ, ის ამბობდა, რომ აი როგორ უნდა ასწავლონო ასეთმა ადამიანებმაო და ილია ძალიან აკრიტიკებდა აი ამ გადაწყვეტილებას, თქვათ იქ სწავლებასთან დაკავშირებით. ეხლა დღეს ეს შენობა არის მე-9 სკოლა, მე-9 სკოლის შენობა და ვინ სწავლობდა ამ საოსტატო სემინარიაში? ძალიან ცნობილი ადამიანები. მაგალითად ესენი იყვნენ ვაჟებ-შაველა, ეს არის დღეს ესე გამოიყურება ეს სკოლა, ვაჟებ-შაველა, ნიკო და თედო რაზიკაშვილები, ნიკო ჯანაშია, ლადო აღნიაშვილი. აი წარმოიდგინეთ, ლადო აღნიაშვილს საერთოდ ეკუთვნის ეროვნული სასიმღერო შემოქმედების დაწყება ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ ქართული ხორო ჩამოაყალიბა, სადაც იყო რატილი, ლოტბარი, საერთოდ ამ თემას ჩვენ მე აუცილებლად უნდა შევეხოთ, ზოგადად ასეთი ადამიანების მოტანილია ეს ქვეყანა და ხო შეიძლება მაგალითად შიდა ტურებზე სკოლამ ბავშვები მოიყვანოს იმ ადგილას, სადაც სწავლობდა ვაჟებ-შაველა. ეს ხო ბავშვებისთვისაც როგორი საინტერესო იქნებოდა. მაგალითად მიაწოდოს ჯანაშიას შესახებ ინფორმაცია, აღნიაშვილის შესახებ ინფორმაცია, ხო? ეს არის ამას ნამდვილად ასეთ გასულებს აქვს საგანმანათლებლო მნიშვნელობა და არა უბრალოდ რაღაცა ქულების დაწერას ან რაღაცა იმას რა ქვია. ეხლა რაც შეეხება სასულიერო სემინარიას, 1817 წელს საქართველოში იხსნება სემინარიები, მათ შორის გორში,
თელავსა და თბილისში. ეს არის ძველი სასულიერო სემინარია, ქართული აგურით იყო აშენებული და სხვათა შორის გორის სასულიერო სემინარია იყო აი მოწინავე 1863 წლის საუკეთესო სასწავლებელთა შორის იყო დასახელებული და ვინ სწავლობდა ახლა აქ რა თქმა უნდა ახლა გასაგებია რომ პირველი ეგრევე სტალინი გვახსენდება მაგრამ აქ სწავლობდა იაკობ გოგებაშვილი გამარჯობა აქ სწავლობდა შიო ჩიტაძის შესახებ მე მაგალითად ინგოროყვას ქუჩაზე არის სახლი სადაც იყო სკოლა სადაც მოკლეს შიო ჩიტაძე მოაწყო იქ სპეცოპერაცია, იმიტომ რომ ის იყო მოშურნე სკოლაში ქართული ენის სწავლების, ანუ პედაგოგი. მაგიტომაც არის ჩიტაძის ქუჩა მაგის სახელს არის. კი ბატონო, ზუსტად იქ ჩიტაძის და ინგოროყვას კუთხეში დგას ის შენობა, სადაც ადრე იყო სკოლა, სადაც ჩიტაძე ასწავლიდა. აი ხო შეიძლება ამ ადგილებში აქაც იოსებ ლაღიაშვილი, კი, ადამიანი, რომელიც იყო მებრძოლი ცარიზმის წინააღმდეგ და ამ ადამიანმა თუ გახსოვთ სასულიერო სემინარის რექტორი მოკლა ჩუდეცკი და ამას დიდი ამბავი მოყვა ხა ეს მაინც ცნობილი ამბავია ეს ლაღიაშვილიც ამ სემინარიაში სწავლობდა ძალიან ბევრი ცნობილ ადამიანზე საუბარი და დღეს ეს შენობა არის გორის გიმნაზია გიორგი მთაწმიდელის სახელობისთან შენობაც არის ისტორიული შენობა დაზიანდა გორის მიწისძვრის დროს 1920 წელს ზოგადად ძალიან დიდი ზიანი მიადგა მაშინ გორის ციხედან დაწყებული აი ბევრი რაღაცა დაზიანდა სწორედ ამ პერიოდში და ეს არის ადგილები, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ შეიძლება ვთქვათ, არქიტექტურულად რაღაცა ისეთი სამეჭდავი არ იყოს, მაგრამ შინაარსით იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად ბევრი რამის გადაცემა შეგვიძლია ჩვენ თაობისთვის, რომ მithumetes ახალგაზრდებისთვის და სკოლის მოსწავლეებს. თავისთავად ხადია, ანუ სკოლები თუ დაგეგმავენ აი ესეთ ადგილებში თავიანთურებს. ეხლა რაც შეეხება აი ვიზუალურ სანახაობასაც ეს გამოჩნდა კიდევაც ეს არის წყინვალე ძეგლი, გორის ციხე, რომელიც აი არქიტექტურული თვალსაზრისითაც არის რაღაცა საოცარი ძეგლი, აი ოვალური ციტადელია და გვაქვს სხვადასხვა ჩანახატები, მაგალითად ყველაზე ძველ ვიზუალურ მასალად ითვლება მაინც კასტელის ჩანახატი, ეს არის 1628 წლის არის კასტელი ზოგადად 2 წელი ცხოვრობდა გორში. აი ეს არის ნახეთ რომ გორის შთამბეჭდავია. ეს ხო არ არის რაღაცა ჩვეულებრივი ციხე. აი ესეთი ვიზუალური მასალა რო წარუდგინოთ ჩვენ მოსწავლეებს და თუნდაც იგივე შიდა ტურებზე ვაჩვენოთ უფრო მეტი სურვილი გაუჩნდება. შერჩენილი ახლა. არა, დიდი ნაწილი შერჩენილია. ეს ვიზუალური ეფექტი ალბათ დიდი წელს მაინც შეიძლება აი ოვალური ციტადელი ნამდვილად ჩანს და აი ის ნაწილი რაც არის მაგალითად დღეს შემორჩენილი, ეს არის ერეკლე მეფის მიერ აღდგენილი 1774 წელს. და ზოგადად აი გორზე დაკვირებით ეს არის ესკიზი, აი კასტელის ესკიზია, აი ეს რასაც ახლა ხედავთ და ის პირველი ეს იყო ჟან-პიერ მუანეს ნახატის მიერ შექმნილი გორის ციხე იყო, რომელიც ძალიან ისეთ მნიშვნელოვან წიგნებშია შესული. მუანე ეს ახლდა ალექსანდრე დიუმას, როგორც ვიცით, 1858 წლის ჩანახატი იყო ის, რაც წინაზე ვნახეთ. აი როგორი მაგარი ძეგლი გვაქვს და აი როგორ შეიძლება ამ ძეგლზე ჩვენ არ ვის აი ამაზეა საუბარი, ეს არის მუანეს ჩანახატის მიხედვით გაკეთებული და როგორი შთამბეჭდავია. კი ბატონო, რიყის ქვით არის ნაგები, აი შიდა ფენაში არის თლილი ქვის კვადრები გამოყენებული და არის უნიკალური. ესეც დააზიანა მიწისძვრამ 1920 წელს, მაგრამ მაინც აი რო ნახოთ, დიდი ნაწილი არის შემორჩენილი. ეხლა გორის ციხესთან იქვე შესაძლოა გაქვთ ნანახი, არის განთავსებული სიტყვით ქვია ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი, რომელიც არის გოგი ოჩიაურის, აი ნახეთ როგორია, გორელები მას ეძახიან დაჩეხილ ჯარისკაცთა მემორიალს, დაჭრილ ჯარისკაცთა მემორიალი. პირველად ისახე ესეთი კი, აი ეს ყველა არის დასახიჩრებული, აი ომის თემას ეძღვნება. ძალიან მძიმეა, მე ისეთი ემოციებში ვიყავი ეს რო ნახე პირველად. თუმცა 1980-91 წელს არის ეს მემორიალი გაკეთებული და ეს იყო განთავსებული ვაკის პარკის ტერიტორიაზე. ვაკის პარკში აი უცნობი ჯარისკაცის საფლავი ეგრევე გაგახსენდებათ, ამ საფლავის გარშემო იყო განლაგებული ესენი. ეს შარშან გადავიღე ეს ფოტო, ძალიან ისეთი ის არის. აი ნახეთ, პირდაპირ გორის ციხის ქვებით არის ეს, აი ძალიან შთამბეჭდავია და გადმოტანილი ვაკის პარკიდან გადმოიტანეს 2009 წელს. და
წარმოიდგინეთ ახლა ამ ადგილას თუნდაც მოსწავლების მოყვანა, რამდენი რამის თქმა შეიძლება, ხო, ამ ადგილას იგივე შინდისის გმირები, თუნდაც 2008 წლის ომი, ბევრი თემა ომში ვართ, რაც არსებობს ჩვენი ქვეყანა, მთლიანად ამაში ვართ. ამიტომ ბევრი რამის მოყოლა შეიძლება ამ ტერიტორიაზე. შემდეგი რაც უნდა ვთქვათ, ხო, ეს გაქურდეს 2022 წელს საოცრება მოხდა, შიგნით იყო ფერადი ლითონი, დასული იყო შიგნით რა. კი, ფერადი ლითონი წაიღეს შიგნით და ну აი ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, ეს იყო 2022 წელს. ეხლა შემდეგი რაც შეგვიძლია ვთქვათ გორში სტუმრობისას ნახოთ, ეს არის გორის საკათედრო ტაძარი. აი ხედავთ რა, აი არქიტექტურული თვალსაზრისითაც არის ძალიან საინტერესო. თვითონ ეს ტაძარი ბიზანტიური კათოლიკური ტაძარია, ეს არის შარშანდელი ფოტო. ნახეთ როგორი ის არის განსხვავებული არქიტექტურა, 1810 წელს დასრულდა. ამ ტაძრის მშენებლობა და აშენდა როგორც კათოლიკური ეკლესია. საშუალო ხო მაგ პერიოდში კათოლიკური 1810 წელს მოხდა დასრულება და შემდეგ უკვე ხა მიწისძვრიზოს ესეც დაზიანდა თავისთავად ცხადია და რამდენად უსამსელზეა ეს ბოდი შეგეცოთ ჩვენს მაშინდელ კულტურას რელიგიურ დამოკიდებულებებთან რომ 1810 წელს დასრულდა 10 წელს დასრულდა როდის დაიწყო არ ვიცი საინტერესო 1000 პირველ წელს ანუ ფაქტობრივად მაშინ როცა ჩვენ იდენტობის კარგვა დავიწყეთ რუსეთის ბრჭყალებში წყალობით ანუ ჩვენ მაშინ კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რამდენად განვითარებული კულტურა გვქონდა რომ იმ პერიოდში ფაქტობრივად მე-18 საუკუნის ბოლოს ვაშენებთ კათოლიკეებისთვის ეკლესიას გორში ეს ხო ბევრ რამეზე მიუთითებს და ამის მოყოლა რამდენად უშუალოა მოსწავლეებს მერე განვითარებული მოვლენებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი 1923 წელს დაიხურა ტაძარი თავისთავად ცხადია და მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ნუ ის ახალგაზრდულ ცენტრს გადაეცა როგორც საკონცერტო სახლი და ახლა ამჟამად რა მდგომარეობა 1999 წელს გაუქმდა საერთოდ კათოლიკური ეკლესია გადაეცა მართლმადიდებლურ ეკლესიას და ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის რომ ფრესკების განადგურება მოხდა ანუ ყოველგვარი კი განადგურება მოხდა 2000-იან წლებში ამ დროს უგანზდამისება ხოლმე ამერიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ამ დროს სად არის? ხო, ეგრეთ ცალკე თემა არის. სხვათა შორის თქვენი ძალიან კარგი თემა გამახსენეთ, რასაც აუცილებლად მინდა შევეხო. რა დამოკიდებულება აქვს მაგალითად ეროვნულ მუზეუმს გიდებისადმი, ორი სიტყვით მინდა გითხრათ. ეროვნული მუზეუმი ფიქრობს, ყველა ძეგლი, ანუ ამ მასში შემავალი გიდი არის ჩვეულებრივი ვიზიტორი, ანუ ჩვენ გიდები არანაირი შეღავათით არ ვსარგებლობთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე ადგილას ჩვენ შეიძლება 10 ჯერ მივიდეთ თვის განმავლობაში, აი ძეგლთა დაცვა ახსენეთ თქვენ, ძეგლთა დაცვამ ჩვენ გითხარო, აი როდესაც თქვენ მოიყვანთო სტუმრებსო, თქვენ დაისვენეთო და ტურსო ჩვენ ჩავატარებთო. არც ერთ მუზეუმს არ ყავს ჩინურენოვანი გიდი. ყველგან მე არსად არ ვისვენებ, ან თუ გიდი ატარებს მე ვარ თარჯიმანი, ან მე თვითონ ვატარებ ტურს. და ეს არ ეშლება სტალინის მუზეუმს, აი სტალინის მუზეუმმა აჯობა ეროვნულ მუზეუმს ამ თვალსაზრისით. სტალინის მუზეუმს აქვს ჩვენთვის სპეციალური ბარათები, იქ გიდს არ განიხილავენ ვიზიტორად, გიდი რატოა ვიზიტორი? ყოველ მეორე დღეს ჯგუფებთან ერთად არის ხო მუზეუმში. აქ უბრალოდ ჩვენთვის საწყენია დამოკიდებულება ჩვენდამი. მაგალითად ბეიჯები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენი ასოციაცია შედის გიდების მსოფლიო ფედერაციის წევრები ვართ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩვენ ამ ბეიჯით ვსარგებლობთ სხვა მუზეუმებში. ეროვნული მუზეუმი. სხვაშორის ახლა ძალიან საინტერესო რამეს გეტყვიდი, არათუ გიდები შეერთებულ შტატებში მოქალაქეებისთვის ნებისმიერი მუზეუმი უფასო. თუ ხარ მოქალაქე, იქ ამას როგორ უყურებენ წარმოიდგინეთ რომ მოქალაქეს აბსოლუტური უფლება გაქვს შენ ნებისმიერ დროს უფასოდ ეწვია შენს მუზეუმს. არა თუ გიც ახლა წარმოიდგენია გიდებზე რა დამოკიდებულება იქნება. წარმოუდგენელი ამბავია. ყველა ხალხშეკრულება გაგვიუქმეს და დღეს კიდე არანაირ დიალოგზე არ მოედან. ცოტაც გაუწევთ. კი, ნუ იმედი გვაქვს რომ რაღაცა სიტუაცია შეიძლება ამ მიმართულებით. სხვათა შორის სხვა მუზეუმები, იგივე მუზეუმების გაერთიანება, სადაც ნინი იყო სანადირაძე, ნუ ახლა არ ვიცი რამე თუ შეიძლება აბსოლუტურად ჩვენ არასდროს არ ყველგან ვიყავით გათვალისწინებული და სხვა მუზეუმებში. ეს ეხება უშუალოდ ეროვნულ მუზეუმს. ეხლა გავაგრძელოთ გორის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი, ჩანს კიდევაც სურათებში. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური მუზეუმი, რაც შეიძლება გქონდეს ქვეყანაში. აი მაგალითად აქ არის როგორც ეთნოგრაფიული
არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური მასალა არის ძალიან ბევრი, მაგალითად არის თამარ მეფის და დავით ნარინის დროინდელი მონეტები. აი ეთნოგრაფიულ სფეროს რაც შეეხება, არის უნიკალური თავშალი, რაღაცა საოცარი ტექნოლოგიით გაკეთებული და თვითონ მასალები, აი თუნდაც ეს ნაკეთობა, ეხლა ეს ხო არ არის ჩვეულებრივი ნაკეთობა. და აქვს აი სამოსის, სამკაულის ძალიან მდიდარი კოლექცია. კარაბადინი, ერთი არ შემეშალოს წლები, 1667 წლის კარაბადინი აქვს, ასევე ვახტანგ მე-6-ის, ამირან დარეჯანიანი, ყარამანიანი და უამრავი მეფეების მიერ გაცემული სიგელ გურჯები. აი, უაღრესად საინტერესო სივრცეა, რომელსაც უნდა ყავდეს დაამთვალიერებლები მოქალაქეები მაინც. შეიძლება უცხოელისთვის, შეიძლება ნაკლებად საინტერესო, მაგრამ სკოლის მოსწავლისთვის მაინც ეს არის ძალიან საინტერესო. აი, იმდენი რამის მოყოლა შეიძლება. თუნდაც აი ამ ჩვენი ექსპონატებით, აი არის მეტი რა შეიძლება. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, სხვათა შორის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ ჩაატარა ესეთი პროექტი სხვა გორი. და აი მაშინ ვიყავი და ჩემთვის ეს იყო აღმოჩენა ამ გორი USAID-ის პროექტით იყო ეს თანხებით იყო დაფინანსებული და მაშინ მქონდა საშუალება გვენახა გორის კერამიკის სახელოსნო და მუზეუმი. ანუ გორის კერამიკა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ძალიან ცნობილი. და არის გვარი, ეს არ შემეშალოს ტატულაშვილები, ბატონი გიორგი ტატულაშვილი, რომლებიც აი თაობები ამაზე მუშაობენ. დღესაც აი თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ ნახოთ რა საოცარი სივრცეა. და ესეც არის ჩვენი ეროვნული პროდუქტი, შეიძლება ითქვას, რომელსაც შიგნით მაინც გავუწიოთ და პოპულარიზაცია. ჩვენ მაინც უნდა გქონდეს საშუალება რომ ვნახოთ და გარდა ამისა, ამ სახელოსნოში არის ძალიან საოცარი სანახავი მე-19 საუკუნის ღუმელია. სადაც ხდებოდა ნაკეთობების გამოწვა დღემდე მუშა მდგომარეობაში. ზოგადად აი როგორი წინაპრები ყავდა, რაც კეთდებოდა, ყველაფერი უძლებდა რაღაცა საუკუნეებს და ბევრ სიტუაციებს, რა და ეს არის ადგილი, რომლის მონახულებაც აუცილებლად ხირს. 1001 ორნამენტის პანო შეიძლება ესე ვთქვათ, აი ნახეთ ეს არის ქართული ორნამენტები. მე ამ პანოს სანახავად ჩავედი თბილისიდან სპეციალურად გოგებაშვილის სკვერში არის განთავსებული. დიდი კედელია, სადაც არის მთლიანად 1001 ქართული ორნამენტი განთავსებული. ეხლა აღებულია ქართული ანბანიდან, ლურჯის უფლის ორნამენტები. ქართული ორნამენტები. საერთოდ ორნამენტები არის ცალკე ფილოსოფია. აი იმდენი რამე შეიძლება საერთოდ ორნამენტებით ვიმსჯელოთ. ესე იგი ირინა შოთაძე იყო ინიციატორი, სხვა მხატვართა ჯგუფთან ერთად მოახდინა მან ეს ყველაფერი და 2021-ში გაკეთდა რა ამ მთლიანობაში. და ფოტოებს, ვინცაც ფოტოსესია უყარს მაგალითად, აი შთამბეჭდავი ფოტოების გადაღება შეიძლება, ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ინსპირაცია რომ ჩავიდეს. როდესაც პირველად ჩავედი გორში ამ პანოს სანახავად და ვიკითხე რომ აი 1001 პანოს, 1001 ორნამენტის პანოს სად არის ხომ ვერ მიმასწავლით მეთქი, გორელებმა მითხრეს რომ ასეთი რამეო აქ არ გვაქო. საერთოდ არ იცოდნენ თვითონაც რომ ეს არსებობს. არ არსებობსო. ერთმა ადგილობრივმა მითხრა რომ აი თავს დავდებო რომ ესეთი რამე არ არისო და ვთხოვე ერთად წავსულიყავით სანახავად. რომ ასაც ენახა ეს და ზუსტად 200 მეტრში, ანუ მე-3 სკოლასთან. არ და ეს დიდია ეხა ხო? დიდია საკმაოდ. შესამჩნევი არის. ძალიან შესამჩნევია და ამიტომ თვითონაც იყო გაოცებული ესეთი საოცრების ნახვით. შეგვიძლია მოვასწროთ კიდევ ერთი გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი 1835 წელს გაიხსნა. ძალიან დიდი ისტორია აქვს. პირველი სპექტაკლი ამოვიწერე 1945 წელს დაუდგამთ ესეთი სპექტაკლი დიმიტრი მეღვინე-თუხუცესის შვილის კომედია გამოუცდელობა, ანუ დროებითი განშორება სიყვარულისა და იმდენი მასალა. ძალიან ისედაც აი ძველი შენობებიც ძალიან დამეჭა. დღეს ფუნქციონირებს ხო ეს შენ. და უამრავი რამეა, რისით ნახვა შეიძლება უბრალოდ ერთ პატარა ქალაქში, ხო? კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ანუ მუნიციპალიტეტზე, მხოლოდ ერთ ქალაქში არის. მარტო ერთ ქალაქში და ცნობილი გორელები, აი ანა სოლოღაშვილი, სოციალ-დემოკრატი, ხელმომწერი,
ილიკო სუხიშვილი. სპეციალურად წამოვიღე ის გორელები, ვინც არ არის, ვთქვათ, სტალინთან. იაკობ გოგებაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, არც მეტი, არც ნაკლები. ეს ადამიანები გორიდან არიან. ეს სად არის ეს სტენდები? ალბათ მუზეუმში ხო? მუზეუმშია, კი ბატონო. მე არ ვიცი თქვენი ძვირფასებო, მაგრამ მე ძალიან მაწუხებს ზირცხვილი ეხლა, იმიტომ რომ ელზა თქვენი აი ამ რუბრიკის ადრესატი ფაქტობრივად ჩათვალეთ მეც ვიყავ. ამ ყველაფერში ძალიან ცუდი სამარცხვინო და მტკნეული ის არის, რომ ჩემნაირი მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ჩვენს ქვეყანაში გამოვასწოროთ. ის არის მნიშვნელოვანი. მე ამაში ბრალს ვდებ. არ გეგონოთ რომ მიკერძოებით, არ გეგონოთ რომ ჩემი ოპოზიციური განწყობი ზოგადად გონია რომ ამაში ძალიან დიდი ბრალი მიუძღვის ჩვენს სახელმწიფოს, იმიტომ რომ სახელმწიფო არის ის, ვინც ამაზე უნდა ზრუნავდეს, რომ საკუთარ თავისმა მოქალაქეებმა